მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ნახოთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ხო? ანუ ფული ყველას სჭირდება და შემოსავალი, რა თქმა უნდა, ფული ახლა რისთვის არის, რომ ისიამოვნოთ და ასიამოვნოთ სხვები. ამიტომ ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვები ესეთი კარგი მაქვს მომზადებული, როგორც ყოველთვის, ვნახოთ ახლა სად უკვე გააქშენ უნარი, რომ ფულის შოვნისთვის ხა. ვნახოთ რომელ სფეროში უფრო უნდა გააძლიერო შენი თქვათ ქმედებები. ვნახოთ ახლა სამყაროც ახლა ჩვენ რა თქმა უნდა რა შანსებს გვაძლევს, ხო და რა შემოვა, აი შედეგი რა იქნება რა ამისი. ვნახოთ ახლა ჩვენ პირველ რიგში მინდა ვნახოთ სიგნიფიკაციით, ანუ ახლა რა ხდება, რომ თქვენთვის იყოს ეს გასაგებია, პრინციპში ეს ძალიან კარგია, როცა გაინტერესებს ფინანსებზეც თემები. ახლა ვისთვის იქნება ეს გაშლა, რა მდგომარეობა გაქვთ ახლა. Так, რა მდგომარეობა გაქვთ ახლა თქვენ. Так, თქვენ და აქ ესეთი სურათი დაიხატა, რომ შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცეთ აი ასე ვიზავთ ჩვენ, ვოთ. აჰა. ეხლა ნახეთ რა ხდება. პრინციპში თქვენ ეხლა როგორ ენერგიებში ხართ რა. მე ვერ ვეტყვი, რომ რამის არ აკეთებთ. მე ვერ ვეტყვი, რომ ეხლა თქვენ დაუშვათ ზიხართ და აი არ მოქმედებთ, მაგრამ აქ რაღაცა შეჩერება არის. აქ ნახეთ შეიძლებოდა იყო რაღაცა პერიოდი, რომ ნაკადი მოდიოდა, თან ეხლა აქ არ არის პატარა ფული, მაგრამ ეხლა არის როგორი სიტუაცია, შეხედეთ, აქ ადამიანი პრინციპში აი ესე რომ დავახასიათოთ თუნდაც ახლა ენერგიების მიხედვით, თქვენ როგორც მიწიერ დონეზე ვითარდებთ, ისე ცხოვრობთ რა, ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი ხართ, რომელსაც ახლა კი რაცაც აძლევს ცხოვრება, იმას იღებთ თქვენ და სიამოვნებით ეს გაინტერესებთ, მაგრამ ამავე დროს ახლა ძალიან აი მოგწონთ ეს სულიერი განვითარება, როცა აი ესეთი ორი არის თქვათ ახლა მომენტი შეთავსებული, ეს არის ძალიან კარგი სხვათა შორის, ეს არ არის ცუდი, პირიქით, კარგი ადამიანი ცხოვრობს, არა მხოლოდ თქვათ ახლა მედიტირობს და ან მხოლოდ ლოცულობს და სხვა არაფერი არ აინტერესებს, ასეთი რამე არ არის ცხოვრებაში. თქვენ ნამდვილად ხართ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვეულებრივი ნორმალური ცხოვრობით, მაგრამ ვითარდება კიდევაც ორივე საკითხშიც, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ეხლა აქ შეიძლება მოხდეს რა, ცოტა შეჩერებული შეიძლება იყოს რაღაცა ფინანსური ცოტა ნაკადი რა, მაგრამ შეიძლება თქვენ ელოდებით, თქვენ ელოდებით რაღაცას, მაგრამ შეიძლება ზოგი არის დამოკიდებული, არ გამოვრიცხავ თავის თქვათ ახლა ან ეს იყოს ქმარი, შეიძლება ზოგისთვის ის იყოს ხელმძღვანელი თქვათ დაუშვათ, ხო? ან შეიძლება კიდე რაღაცა ახალი საქმეც, რომლისგან თქვენ ელოდებით დიდ ფულს. ესეც შეიძლება იყოს აქ. შეიძლება ვიღაცამ შეგპირდათ, თქვენი თქვათ ვალი აქ და უნდა რომ თქვენ ელოდებით მაგას და კაი ხანიც ელოდებით, მაგრამ შეიძლება ამ ფინანსებით თქვენ ბევრ რამეს გააკეთებდეთ. ესეც არის საჯარო გაშლა, ამიტომ ჩვენ ბევრ რაღაცას, რა თქმა უნდა, აქ ვამბობთ. მოდით ახლა დიდი ხანი არ გავჩერდებით ჩვენ სიგნიფიკაციაზე, იმიტომ რომ თქვენ პრინციპში კი ბატონო, აქ ფიქრობთ თქვენ როგორ რანაირად გავუმკლავდი მე ჩემს პრობლემებს, მე მინდა წინსვლა, უბრალოდ შეიძლება არ ვიცი რა შეიძლება კიდე უნდა ვიცოდე იმისთვის, რომ მე მქონდეს წინსვლა და ამიტომ ეს ცოტა არ იყოს გაწუხებთ, მაგრამ მაინც თქვენ ფიქრობთ, რომ აი კიდე რა გავაკეთო ისეთი, რომ ვიყო ბედნიერი. მაინც ფიქრობთ თქვენ მაგას რა და პრინციპში ხა ცდილობთ ასე რომ ვთქვათ, რამე გააკეთოთ. ნახოთ ახლა ჩვენ კითხვებზე ახლა პასუხი ეს სიგნიფიკაცია იდოს აქა და ჩვენ ახლა შევხედოთ ახლა კითხვას ახლა, ხო? რა დაგეხმარებათ თქვენ, რომ ახალ დონეზე გასვლაში. ვნახოთ ახლა ჩვენ დღეს აი ამ დასტებმა მოითხოვეს, ვნახოთ რას გვეტყვიან. რა გიშლით ხელს ახლა თქვენს ზრდას. ვკითხოთ ახლა რა რესურსი ან უნარი უკვე გაქვთ თქვენ იმისთვის, რომ გქონდეთ წინსვლა.
ვნახოთ ახლა ჩვენ რანა ბიჯი შეიძლება მოგიყვან თქვენს, ანუ ახალ დონეზე რა. ამავე დროს ჩვენ გავიგოთ კიდევაც რომელ სფეროში უნდა თქვენ გააძლიეროთ მოქმედება. ნახოთ. იმიტომ რომ ზოგჯერ სხვა სფერო არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორ მოქმედებს რა. ისეც ვნახოთ ახლა ჩვენ რა მხარდაჭერა მოვა გარედან, რას მოგცემ სამყარო თუ შენ მართლა გააკეთებ ამ გადამწყვეტ ნაბიჯს და როგორი შედეგი გელით თქვენ უკვე ახალ დონეზე. აი ასე კითხვები გვაქვს ჩვენ. ეხლა ნახოთ პასუხები. დღეს მინდა რომ იგივე დასტამ დამეხმაროს. აი ნახეთ აქ რამხელა სიხარული კი გაქვთ უკვე გელოდე. ой, ნახეთ ტუზები სულ. არა, თქვენ როგორი ტიპი ხართ, იცით? ვაფშე არ ნებდებით. აი არ ნებდებით, რაც არ უნდა იყოს. აკაც ტუზე, აქ ვაფშე ორი ტუზე. თქვენ არ ნებდებით. მაინც ვიზავ, რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან პოზიტიურად ხართ განწყობილი, გომაჩვენებენ და ამიტომ აი მაინც გჯერათ წინსვლას, რაც არ უნდა იყოს. მაინც გამოვიყენებ ჩემ ცოდნას, მაინც მივახცევ იმას, რაც მე მინდა და მაინც გამოვალ მე აი ამ მდგომარეობიდან თუ ეხლა არა მაქვს, ვიცი რომ მოვერევე ამ სიტუაციას და მაქსიმალურად რამდენიც არ უნდა იყოს მდგენელი, მოვძებნი რა რაღაცა ისეთ შანსებს, რაც გამომიყვანს მე იმ დონეზე, რა დონეზეც მინდა, იმიტომ რომ სხვათა შორის აი აქ პენტაკლების მეფე შეიძლება ის თქვენც იყოთ აქა, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ბიჭების თავისთავად ახლა თქვენ ხართ, მაგრამ თუ გოგოები თქვენ უყურებთ, თქვენ ხართ, შედიხართ ამ ენერგიაში რა. იმიტომ რომ უფრო მეტი გინდათ ვიდრე გაქვთ ახლა. მოდით ასე რომ ვთქვათ რა. აბა შევხედოთ ახლა რა გიშლით ხელს ახლა თქვენ ზრდას, რა გიშლით, რა უშლის ხელს. რა უშლის ხელს, აი იცით რა არის, შეიძლება იმის მიუხედავად რომ დაუშვათ თქვენ აქ მოქმედებთ, მაჩვენებენ ხო, შეიძლება თქვენ აქ თვითონაც даже არ გამიკვირდება რომ უშლით ხელს თქვენს თავს. ერთი რამე შეიძლება ეს იქნება ძალიან ცოტა ვინმესთვის, რომ შეიძლება ხელს გიშლით ის რომ თქვენ დაუშვათ მუშაობთ ისეთ ადგილზე, სადაც აი იმაზე მეტის გაკეთება, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, არ შეგიძლიათ დაუშვათ, ხო? აი, როგორც მაგალითს ეტყვი, რომ თქვათ, ხო არიან გოგოები, რომ თქვათ, მუშაობენ ოჯახებში და იქ რაც არის და ახლა მეტი რა გავაკეთო, ხო? ანუ მეტი წინსვლა არ ვიცი. ზოგი შეიძლება არ იცის თვითონ მიმართულება არ იციან, სად წავიდე, რა გავაკეთო. ზოგს უშლის სტაბილურობა სხვათა შორის, რომ მე მაქვს ახლა სტაბილური შემოსავალი, რომელიც მე ახლა პრინციპში მაკმაყოფილებს და ამიტომ ახლა ვარ შეჩერებული თუნდაც ხო აი ეგეთი მომენტი. მოდით კიდე ჩვენ ახლა მაინც დავაზუსტოთ ახლა უფრო რა ახლა გიშლით ხელს ფინანსურ ზრდაში კიდე უფრო რას მეტყვიან ახლა აქ ნახოთ ჩვენ რა გიშლით ხელს რა გიშლით ხელს ახლა იცით რა გიშლით კომფორტის ზონა გიშლით თქვენ ხელს არის როგორი მომენტი იცით რომ დაუშვათ აი ხო გეუბნებით აქ даже ამ შემთხვევაში იმის მიუხედავად რომ აქ ახლა მაჩვენებენ ეს არის მაინც რაინდი დავარქვათ მაგას ახლა გვერდხების და ის ყოველთვის უფრო მოქმედი აქ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ვაფშე გაჩერებულია პენტაკლების რაინდებით რა რატომ იმიტომ რომ ნახეთ პრინციპში თქვენ ეხლა რაღაცა უკვე შეიძლება როგორ ფიქრობთ თქვენ თვითონ რომ რაზე ვიბრძოლო მე რამეზე ხო იმიტომ რომ გაქვთ რაღაცა სტაბილური შემოსავალი პლუს კიდე თქვენ ხართ როგორ იცით აი ძალიან დარწმუნებული რაღაც მოიცადეთ ერთი წუთით რა გიშლით ხელს აქ რაღაცის იმედი აქ ვიღაცას გეტყვით ეხლა ნახეთ საჯარო კაშლა გეტყვით ვიღაცისთვის იქნება ეს ინფორმაცია და შეიძლება იმათთვის ვინც ცოტა პატარა ასაკის იყოს ან არ იყოს პატარა ასაკის მაგრამ აქ იმედი აქა ოჯახის
რომ მე მაქვს ყოველთვის, ანუ მე თვითონ პრინციპში კი მიკვირს, რატო ამ ადამიანს ახლა უნდა ეს გაშლა, ნუ დაუშვოთ რაღაცა მიზეზების გამო. იმიტომ რომ აქ თუ დაუშვოთ, თქვენ იღებთ ფინანსებს ოჯახიდან, თქვა ოჯახი დამეხმარება, ოჯახი მაძლევს, ხო? თუ დაუშვოთ ახლა უყურებენ გოგოები ან ბიჭები, ვისი თქვა აი დედები ყავთ, წასულები და ის მაინც ახლა ყველა ვარიანტში გამომიგზავნის და ამიტომ ახლა რისი უნდა მეშინოდეს პრინციპში რა. აი ეს მომენტით შეიძლება თქვენ გაჩერებთ ახლა რა, იმიტომ რომ რაღაცა გარედან გაქვთ თქვენ მხარდაჭერა და ამიტომ ამის გამო თქვენ ხართ შეჩერებული, იმიტომ რომ საერთოდ ფინანსებში ჩვენ ახლა როგორ ვართ იცით, როცა ვარ ოდნავაც მაინც დაუშვოთ, ანუ სტაბილურად ყველას ჩვენთაგანს აქვს ეს მომენტი, თქვა აი აუცილებელი რაღაცა თქვა ნუ ნიფტები არა, ნუ დაუშვოთ ახლა უნდა გქონდეს თქვა ყავა, რძე, სიგარეტი სიტყვაზე, ნუ აი ეს ძალიან ესე ცოტა ისე ვთქვი, ხო? ეს გაქვთ ყოველთვის თქვა და რაღაცა თქვა თანხა იმისთვის რომ ვიყიდო თქვა ახლა სიტყვაზე რომ თუ დამჭირდა რამე და თქვა თანის დამოსე, ნუ რაღაც. და მორჩა. აი მაგისტვის მე ყოველთვის მაგ აი პურისთვის და რძისთვის სიტყვაზე მაგ ყოველთვის ფული. და ამიტომ ეხლა მე პრინციპში არ ვნერვიულობ, რაც საჭირო, აი საბაზო რაც არის, თქვათ, მოთხოვნები არის დახურული სიტყვაზე. და კი მინდა გვაჩვენეს, რომ უფრო მეტი ფული, მაგრამ აი ეს სტაბილურობა შეიძლება ცოტა გიშლით ხელს. მიხვდით? იმიტომ რომ მაინც მოდის აქ რაღაცა, მაინც მოდის რა. და ამიტომ ან ხარ დარწმუნებული რომ თქვენ ახლა მაინც მიიღებ. ეს არ არის წუდი როცა თქვენ ახლა დაუშვოთ ახლა სამყაროს ენდობით და დარწმუნებული ხართ, მაგრამ ნუ ზოგჯერ ეს მომენტიც უშლის ხელს ადამიანს. ნუ მოდით კიდე გამვიხილოთ დანარჩენი კითხვები და აქ უფრო მეც გამოვიტანთ აზრს. так, ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ და რა უშლის ხელს ვნახეთ ახლა და რა რესურსი ან უნარი უკვე გაქვთ თქვენ წინსვლისთვის. რა რესურსი ან უნარი წინსვლისთვის. ნუ აქ პრინციპში შემიძლია გითხრათ რომ ისე პოზიტივი, აქ პოზიტიური ადამიანი არის უეჭველი, რომელიც რასოს არ ნებდება, რაც არ უნდა იყოს. ამიტომ პრინციპში მე შემიძლია გითხრათ ზოგისთვის, თქვა, თუ თქვენ უკვე გაქვთ რამე კიდე აი აქ აწყობილი ბიზნესი სიტყვაზე, ხო? ან აწყობილი საქმე. კიდე აქ კიდე იცით რა მომენტი მოდის, შეიძლება ვიღაცას აქ ახალი პროექტი და თქვენ მაგისი იმედი გაქვთ და შეიძლება ფიქრობთ, რომ რა მინდა ახლა მე ძველებს რატო უნდა მივხედო, როცა მე უკვე აქ ახალს ველოდებ, ესეც შეიძლება იყოს. მაგრამ როგორი რესურსი, რა რესურსი უკვე ან უნარი გაქვთ, თქვენ ხართ როგორ იცით, რომელიც გაძლევს საშუალებას, მაინც გვერდხები, ეს არის ქმედება ყველა ვარიანტში და ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ სისტემაში სადაც მე ვასწავლებ ეს იმათვის ვინც იცის ტარო და მაგათვის ეს არის ნუ კაი, всё. ესე იგი მომისმინეთ რესურსი, თქვენ ძალიან მშრომელი ადამიანი ხართ. თქვენ ბევრ ამას აკეთებთ უკვე, ანუ შრომა გიყვართ, შრომა თქვენთვის არ არის და ეს შრომა როგორი იცით, სიამოვნებს. სასიამოვნო შრომა, მე ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რაც მე მსიამოვნე. ანუ ეს საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ, პრინციპში თქვენ უნდა გქონდეთ მაგედან სიამოვნება. შეიძლება ეს იყოს დაუშვოთ რამე ახალი საქმე. შეიძლება თქვენ უკვე აი ხო გითხარით, აქ უფრო ახალ საქმეზე რაღაც პოზიტიურად კი უყურებთ თქვენ, მაგრამ აქ კიდე ცოდნა ბევრი ცოდნა საჭირო სხვათა შორის კიდე იმ საქმესთვის, ნუ ეს ვიღაცისთვის საყურადღებოდ იქნება რა. მაგრამ აი ეს უნარი რომ თქვენ მშრომელი ხართ, თქვენ ძალიან კარგად უდგებით, აი გულით, სულით უდგებით თქვენ საქმეს, ეს არის თქვენში, ეს დებს, პლუს კიდე თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ გუნდში. ეგეც ძალიან კარგია რომ დაუშვოთ, თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენ აი საქმის განაწილება შეგიძლიათ, ესეც ძალიან კარგი არის რა. აი აქ ვიღაცის ეს ინფორმაცია იქნება საჭირო. ახლა ვნახოთ რა ნაბიჯი მოგიყვანთ თქვენ, ნუ შედეგამდე რა, ასე რომ ვთქვათ, ახლა ახალ დონემდე მიგიყვანთ რა ნაბიჯი.
რანა ბიჭი, აქ დაგეხმარებათ მაღალი ძალები. ნახეთ, თქვენი საგვარეულო ძალიან არის, ხოთშორის ახლა ვინც უყურებს ჩემ გაშლებს, გინდათ ამ არხზე, გინდა მეორე არხი ახალი რო შევქმენი, სადაც პატარა გაშლებს ვაკეთებ, იმათთვის, ვისაც უყვარს მოკლე გაშლები. ძალიან არის გააქტიურებული თქვენი საგვარეულო. იმიტომ რომ აქ არის ესეთი მომენტი, რომ თქვენ მართლა აი რაღაცა უნდა შეიცვალოს ეთყობა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ აი აქ როგორი აი რანა ბიჭი რა მოგიყვანს ახლა შემოსავა ახალ დონესთან ზუსტად აი რაღაცა ცვლილები მოდით ვკითხოთ კიდე რა ცვლილები ხა ის რომ თქვენ ახლა მაღალი ძალები და თქვენი საგვარეულო რომ თქვენ პარალელობს ეს არის მართლა ну ვინც ჩემთან არის სულ ახლა თქვენ უკვე ჩემ სივრცეში ტრიალებთ და უკვე რა თქმა უნდა თქვენთვის ინფორმაცია მოგივათ უფრო ზუსტი როგორც პირადი გაშლა იმიტომ არის რომ და სხვათა ძალიან დიდი მადლობა მინდოდა მეთქვა იმათის ვინც გვიზიარებს თავის ისტორიებს ეს იცით რატო არის კარგი რომ ზოგ ადამიანს გონია რომ აი მარტო მე ვარ ასეთ მდგომარეობაში არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ ფულზე კი არა ურთიერთობა გინდა სხვა თემა ხო და როცა თქვენ თქვენ ისტორიებს წერთ კომენტარებში ადამიანის აძლევთ მაგით ნუ გეშს რომ შეიძლება ზოგი ახ არ არის ესეთი პიროვნება რომ თქვა დაწეროს მაგრამ რო წაიკითხავს რომ აი ნახე კიდე აქაც არის ასეთი ადამიანი ვისაც აი ესეთი მდგომარეობა აქვს და ნახე როგორ გამოვიდა ნახე როგორი შედეგი აქვს და მაგით ადამიანი უფრო აი მე სხვათა შორის პირველი ჩემი გამოსვლა რუსულ არხზე ეგრე იყო რომ სადაც მე ვყვებოდი ჩემ ისტორიებს აი ძალიან ბევრი ადამიანს მაგით გადავურჩინე სიცოცხლე იმიტომ რომ ადამიანმა მიიღო ეს ნუგეში რომ მარტო მე არა ვარ ამ მდგომარეობაში, ხო? ესე იგი კიდე არის და ამას თურმე ახსნაც აქვს. გაიგეთ? ამიტომ ძალიან მადლობელი ვიქნები, რომ თქვენს გაგვიზიარებთ თქვენს ისტორიებს. აქ საგვარეულო ძალიან გეხმარება და აი ეს ესე იგი როგორი ნაბიჯი თქვენ როგორი ნაბიჯი, მაინც ცვლილება, რა ცვლილება. რა ცვლილება. რა ცვლილება. აქ იცით როგორი თემა არის, ვიღაცამ უნდა სხვათა შორის რამე ცოდნა კიდე მიიღოს ფულის მართვაზე. იცით რა არის კიდე, აქ რა ცვლილებაზე კი, მაგრამ აქ ვიღაცას სხვათა შორის დაუბრუნებენ ვალს, დააბრუნებინებენ ვიღაცას. მაღალი ძალები ვალს, რომელიც აი მოტყუებით ქონდა წართმეული და თქვენ მართლა გამოგიგზავნიან მაგას. აქ ვიღაცის ესეც ექნება, რომ აი საგვარეულო თითქოს აი ვიღაცა შეიძლება თქვენ ვიღაცას, ნახეთ, ადამიანს, რომელიც შეიძლება თქვენ გიყვარდეთ, თქვენ მას მიეცეთ ფული. შეიძლება იმ ადამიანმა მოგატყუათ თქვენ აქ რაღაც მომენტში, ეს შეიძლება იყოს ძველი პარტნიორი, ან შეიძლება თქვათ ვაფშე რა ვიცი, ადრე, ну, დიდი ხნის თემა და აი აქ თითქოს დააბრუნებენ ამ ადამიანს ამ თანხას. მაგრამ თქვენ რანაბიჯი უნდა გააკეთოთ, რომ ახალ დონეზე მიგიყვანს რანაბიჯი. აქ იცით რა არის, პრინციპში არც არაფერი ისეთი აი არ არის, იცით? თქვენ მაინც ყველაფერს აკეთებთ, უბრალოდ როგორ არის, იცით? ნახეთ, აი მოლოდინის, აი კომფორტ ზონაში არ უნდა იყოთ რა, იმიტომ აქ ადამიანი რაღაცას ელოდება უფრო, შეიძლება ზოგი ელოდება სხვათა შორის იმას, რომ აი რომ დამიბრუნებს ფულს, მაგით მე რაღაცებს ვიზავ. აი მაგაზე ხარ თქვენ ახლა ხო, მაგას ელოდებით, ნაბიჯი. რა უნდა შეცვალოს? რა უნდა შეცვალოს? იცით როგორი მომენტი არის კიდე აქ? ეს რაღაც საინტერესო ინფორმაცია მოდის ჩვენთან, ხო? იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალმა ისედაც კარგად იცის ყველაფერი აბსოლუტურად რა.
შეიძლება უფრო კიდე რა იცით, ფულის აი ნახეთ რას მეუბნები. ფულს ნუ ხარჯავ იგით აქეთ. მიხვდი? ჯერ დაფიქრდი კარგად და მერე დახარჯე. მიდგომა შეცვალე სანამდე ანუ შეიძლება თქვენთან როგორ არის იცი ფულს ისე ხარჯავთ, აი დაუფიქრებლად ზოგჯერ. და ეს მიდგომა ეს უნდა შეცვალოთ ეს სიტუაცია თუ გინდა რომ გქონდეს სიუხვე. მიხვდით? იმიტომ რომ აქ ხარჯვა შეიძლება რომ აი დაუფიქრებელი შეიძლება დააგროვებთ რამეს თანხას, მერე არგებით დახარჯებთ. ანუ ისწავლეთ ფულის მართვა, ისწავლეთ. აქ რა უნდა შეცვალონ, ვიცოდეთ ერთი ის მაინტერესებს კიდე. აქ კიდე შეიძლება როგორ არის იცით მომენტი აი ყველა მეწოდება ყველას უნდა დავეხმარო. კიდე და მე თქვენ თვითონ ვარდებით ეგეთ მდგომარეობაში რომ უკმაყოფილო ხართ, რომ მე თქვენ თვითონ არაფერი არ გრჩებათ. კი ბატონო. კი. Ну, პრინციპში აქ ახლა იცით რა არის, აქ ბედი ჩაერთობა, როგორც აქ გაჩვენეს ისედაც და გამოხვალ, თქვენ გაჩვენებენ, გამოხვალთ რაღაცა პერიოდი სიტუაციებიდან გასწავლიან აქ. ისწავლეთ თქვენ მაგას რა. აი ეს არის ეს ნაბიჯი, რომ თქვენ პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ ხოლმე, როცა ხარჯავთ, დაფიქრდით, რომ იმდენი დახარჯეთ, რამდენი ვთქვათ, ახლა ანუ სუნთლიანად არ დახარჯოთ რა, აი ხო არის ვთქვათ, მთლიანი ფული მიეცეთ, ვთქვათ, თუნდაც შვილებს სიტყვაზე, ხო? და დარჩეთ მე თქვენ თვითონ ახლა აი ყავის ფულიც არ დაგჭათ რა. აი ეგეც გაეთვალისწინეთ რა. ну, ახლა ვნახოთ ჩვენ რომელ სფეროში თქვენ უნდა გააძლიეროთ მოქმედება. კიდე ფულის ნახეთ რა საინტერესო ეს უკვე გვაჩვენეს, ხო? რომელ სფეროში დაფიქრდეთ და აქ არის როგორ ნახეთ ეს როგორ დგას ახლა დგას და ну წერს, ხო? აი უნდა გააძლიეროთ ხო არის ეს რომ გაცემა მიღების თემა არის. აქ ახლა როგორ არის იცით მე ხა ქართულად არ მახსოვს აი ეს ძიებით კრებით რა ბუღალტერებმა უფრო იციან რა. ну გასავალი შემოსავალი. აი აქ უნდა თქვენი გასავალი უნდა ნახოთ კიდე რა მაგას უნდა მიაქციოთ ყურადღება. აი ამ სფეროში რომ კარგად გააკონტროლეთ თქვენი გასავალი. მიხვდით? ну ძალიან კარგი იქნება და შემოსავალი ახლა ზოგს თუ თქვენ თუ მოჭრილი გაქვთ ახლა ხელფასი ეგ სხვა, მაგრამ აი გასავალი უნდა გააკონტროლოთ. აქ ყველა ვარიანტი იცოდეთ რა. ნახოთ ახლა როგორი რა მხარდაჭერა მოვა გარედან თქვენთან, რა მხავა ну გოგოებო არ ვიცი, ჩემო სიხარულებო, მოდით ახლა ჯერ ჩვენ არ დავიწყოთ ისე იმით. პირველი რა მხარდაჭერა? კი ბატონო, აქ საჯარო გაშლა ვეთქვი ყველა ვარიანტებს. პირველი შეიძლება თუ ვინმე ხართ გათხოვილი თქვა და თქვენი მეუღლე მუშაობს დაუშვათ და გმრისგან მოგივათ ახლა ეს დაუშვათ დახმარება. შეიძლება აქ იყოს თქვენი ხელმძღვანელისგან, ხო? ან მამაკაცისგან, რომელიც თქვათ აი ну აი ხო არის თქვა დაუშვათ მე ხა მაგალითიც გეუბნებით, იმიტომ რომ როგორც ვიცი გოგოების ისტორიებიდან, ხო, დაუშვათ მუშაობთ ოჯახში, სიტყვაზე როგორც მაგალითი და იქ არის თქვენ თქვათ ვიღაცას უვლით, მაგრამ ის ნახეთ აქაც იგივე, ვაიმე გადავერი, აქაც იგივე გამოვიდა იმპერატორი, არ ვიცი გოგოებო ნახეთ, შეიძლება და იქ დაუშვათ ის ოჯახის უფროსი დაგეხმარება, თქვათ მოგიმატებს ხელფასს სიტყვაზე, ხო? შეიძლება აქ მოხდეს ის, რომ დაუშვათ ვიღაცას უეჭველე. ან თქვენი პროფესიონალიზმი დაგეხმარებათ. ან აქ ვიღაცა მამაკაცი არის რა. შეიძლება თქვენი რაღაცა პროფესია, თქვენი საქმეა. მაგრამ აქ უეჭველი ეს ახლა უფრო შეხედეთ დასტას დაუდასტურა. ვიღაცა ძლიერი პიროვნება. აქ თუ დაუშვათ თქვენ არც ну ელოდებით არც კაცისგან არაფერს და რაღაცა შეიძლება დაუშვათ რამე ისეთი ადამიანი. ნახეთ, აი ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის, ну ყველასთვის ასე რომ ვთქვათ, შეიძლება გქონდეს, ყავდეს ესეთი სიტუაცია, როცა
ვიღაცა თქვათ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვათ, ნუ რაღაცი დაგვეხმარება, თუნდაც რჩევით, თუნდაც ახლა ქმედებით, თუნდაც აი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე რომ მოხვდებით, თქვათ, კარგი წინადადება, რომელიც შეიძლება გადაატრიალოს მთლიანად შენი სიტუაცია. ხო და აი იმპერატორი უფრო აჩვენებს რაღაცა სტაბილურობას, მაგრამ ეხლა მოდით ვნახოთ მაინც აი რას მეუბნები, აი ეს ადამიანია, ეს ბიზნესი, ეს რა, კონკრეტულად რა. რა დახმარება, მოდის დახმარება სტაბილური საიდან? Так, ნახეთ, აქ გეუბნები თქვენი პროფესიონალიზმი შეიძლება კიდე თუ ვინმე თქვათ, ნუ თქვენი ბიზნესიდან დაუშვათ, თუ გააქვთ თქვენი პროფესიონალიზმიდან თუ რამით ხართ დაკავებული, ხო, თქვენ დაუშვათ ახლა. ანუ რაღაც საქმედან, სადაც თქვენ პროფესიონალი ხართ, იქ თქვენთან შემოვა, აი, დავუშვათ კლიენტების შემოვლენ სიტყვაზე, ხო? ანუ უფრო თითქოს თქვენი თუ თქვენზე ვიტრიალებთ, აქ, ესე იგი აქ ახლა მოიცე კიდე მაინც მითხარ ეს პიროვნება თუ არ მეუბნებიან ზუსტ პასუხს, იცით თქვენ? თქვენი საქმიანობიდან, ეს უფრო პროფესიონალიზმია. თქვენ რაღაცა, რასაც თქვენ იცით, მაგრამ აქ გარედან თქვენ ვიღაცა დაინახავენ თქვენ პროფესიონალიზმს, მოდით ასე თქვა და თქვენ პროფესიონალიზმზე წამოვა. გოგო დამიჯერეთ ახლა მაგალითად, ანუ არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება თქვათ არის ბიზნესი მაქვს არაფერი. აი ახლა მაგალითად რა ვიცი რატომ მომივიდა ეს მაგალითი, ძალიან დიდი ხანი ვეძებდი, ძალიან ესეთ ერთგული დამხმარეს, იმიტომ რომ უამრავი საქმე მაქვს და ვერ ვასწრებ ზოგჯერ ისე თქვათ ახლა სახშიც რაღაცების კეთება და სულ ვეძებ, ძალიან დიდი ხანია სხვათა შორის ვეძებდი, დიდი ხანი ადამიანს და ეხლა ვნახე ერთი ადამიანი, რომელიც მართლა მინდოდა ეს ადამიანი, მართლა გულით მინდოდა, იმიტომ რომ ვხედავდი მაგ ადამიანს, როგორ მუშაობს და მინდოდა და ისე მოხდა, რომ მისმა, ანუ პროფესიონალიზმმა და ლაგებაში, მოვლაში, იმაში მე ვხედავდი მაგას გარედან და მომწონდა. დიდი ხანია სხვათა შორის მომწონდა, ხო როგორც გითხარით, მაგრამ ისე მოხდა და ისე დატრიალდა სიტუაცია სამყაროში, რომ იმას დასჭირდა კიდე სამუშაო და გაახსენდა ისე იკითხა ჩემზე და კი, რა თქმა უნდა, მჭირდება იმენ ასეთი პროფესიონალი. თუნდაც ადამიანი უბრალოდ, ნუ აი ასე ვთქვათ, სახლის საქმეებით არის დაკავებული. ხო მიხვდეთ, ახლა დამხმარე, ვთქვათ, ადამიანი მჭირდებოდა ამას დიდი ხანი ვფიქრობდი და აი ეს რატომ მაინც მაგალითზე გითხარით, იმიტომ რომ ყველა ხო არ არის, ვთქვათ, ახლა ბიზნესმენი სიტყვაზე, ხო? ვინც არის ბიზნესით დაკავებული, ვისაც აქვს თავისი საქმე, თქვენ უეჭველი აქ თქვენი პროფესიონალიზმი გამოჩნდება და დაგინახავენ, თქვათ, ახლა და სადღაც დაინახავენ, თქვათ, შეიძლება ზოგის თქვათ, ახლა ინტერნეტი არის, ახლა ჩვენი ყველაფერი, ხო, ჩვენ პროფესიონალიზმზე ყველაზე ადვილად შეგვიძლია ვანახოთ ადამიანებს ინტერნეტის საშუალებით, ხო, რომ ადამიანი უყურებს, მომწონს, არ მომწონს, თქვათ, მინდა ეს სპეციალისტი, არ მინდა ეს სპეციალისტი, მინდა ეს ექსპერტი, არ მინდა ეს ექსპერტი, ჩვენ გვაქვს ახლა ფართო არჩევანი, ხო? და როცა ჩვენ ახლა ირჩევ და ხედავ, რომ ეს არის პროფესიონალი და არ აქვს მნიშვნელობა რა საქმეში, რითი არის დაკავებული, აი ეს ადამიანი, ხო? აი მაგას ვირჩევ. მიხვდეთ, აი იმიტომ ასე გრძლად ახლა გიხსნით, რომ მინდა რომ კარგად გაგაგებინოთ, რომ ეს რას ნიშნავს ეს შენი პროფესიონალიზმის და თქვა დაფასება, აი გარედან როგორ დაგეხმარებენ მაღალი ძალები, დაინახავენ შენ პროფესიონალიზმს და აუცილებლად შენ იქნები დაფასებული. მიხვდეთ? აი ეს მოვა თქვენთან ხარდაჭერა გარედან. შემდეგი რას მოგცემ თქვენ სამყარო თუ თქვენ დაუშვათ, ანუ გააკეთებთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს რა, გადამწყვეტ ნაბიჯს. ნუ მზე ყველაფერს მოგცემს აუცილებლად, მოგცემ სამყარო რა. და ის რა ქვია, როგორი ნაბიჯი კიდე.
საჭირო ამისთვის. ხო გეუბნებით, გამოიყენეთ თქვენი მაქსიმალური პროფესიონალიზმი. გაიგეთ, გამოიყენეთ თქვენი პროფესიონალიზმი მაკსიმუმად და ყველანაირად აბსოლუტურად აქ თქვენ სამყარო მოგცემთ, შეხედეთ 10-იანს. თქვენი დაფასებული იქნება თქვენი შრომა და თქვენი გამოცდილი, თქვენი ცოდნა, რაც თქვენ იცით, ხო, ის გამოიყენეთ პროფესიონალურად, ძალიან მაგრად და რა თქმა უნდა, ეხლა ნახეთ, ეხლა კიდე ერთ რამეს გეტყვით, ეხლა ვინც ეხლა აქამდე უკვე ხარ, თქვენთვის იქნება, ვინც არ გამორთო ეს ვიდეო. ყოველთვის როცა ჩვენ ვართ, როგორ ყველა აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩვენ ვართ დამოკიდებული სხვა ადამიანებზე, იმიტომ რომ ფული როცა შენ გინდა, შენ ეს ფული უნდა მოგცეს ვიღაცა სხვა. ის ვიღაცა სხვა რომ მოგცეს შენ ეს ფული, ვინც არ უნდა იყოს შენ. რატომღაც უნდა აგირჩიოს შენ და რატომღაც უნდა მოგცეს ეს ფული შენ. ამიტომ ჩვენი ამოცანა იმაში არის, რომ აბსოლუტურად ყველამ უნდა იფიქროს, რა უნდა გავაკეთო მე უფრო კარგი იმ ადამიანებისთვის, ვინც მე უნდა გადამიხადონ ფული. და რატომ მაინც და მაინც იმ ადამიანებმა უნდა გადამიხადონ ეს ფული მე. მიხვდით? აი როცა ჩვენ ასე ვიფიქრებთ რა, იმიტომ არის აქ იმდენი ხანი რო იყო ლაპარაკი პროფესიონალიზმზე და აქ გეხმარება თქვენი საგვარეულოც, რომ თქვენ ესე იგი გადიხართ უკვე ამ დონეზე. მიხვდით? რომ თქვენ უკვე მასე ფიქრობთ და აი ზუსტად მასე გააგრძელეთ კიდევაც. მე რა შემიძლია გავაკეთო საზოგადოებრივ, ნუ აი იმ ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა, ხო? თქვენ რომ ვისაც არ უნდა იყოთ, აი ეს არის მნიშვნელოვანი. მიხვდეთ? და ეს უნდა დაანახოთ ადამიანებს, რომ მე შემიძლია თქვათ. და მაშინ ნახეთ ახლა სამყაროც როგორ პასუხობს, რომ მზის არკანი 10-იანი პენტაკლების მეტი რა. ხო? მე დაგეხმარები მაქსიმალურად, გეუბნება სამყარო. შედეგი ვნახოთ რა იქნება ახალ დონეზე, როცა გაახვალთ. შედეგი იქნება, რომ თქვენ მართლა, ანუ ნახეთ, ისწავლეთ ამას, რა უნდა ისწავლოთ, რა შედეგი. ისწავლეთ თქვენ მართლაც, იმიტომ რომ აქ იყო ზუსტად რომ უკვე აი რაღაც ახალი ეტაპი გექნება და უკვე ბრძოლა რამე აქ არ დაგჭირდება და უკვე აფრინდებით, ასე რომ თქვა და შემოფრინდებათ ეს ფინანსებით. კი ბატონო, კი. აქ შედეგი იქნება, რომ თქვენ მართლა ნუ ვინც კლიენტებთან მუშაობს, კლიენტები მოგივათ ამ ძალიან ბევრი. ვინც თქვა სამსახურს ნახავთ ძალიან სადაც იქნებით თქვენ მართლა წარმატებული, იმიტომ რომ აღიარებულიც იქნებით აქ ყველანაირად თქვენი პროფესიონალიზმი იქნება მართლა მაღალ დონეზე რა, რაღაც ახალ დონეზე გახვალთ, ახალ დონეზე მაინც გადახვალთ, გაიგეთ თქვენ. აი რა შედეგი გელოდებათ და ის შედეგი გელოდებათ, რომ ნაკადი შემოვა, ის ნაკადი, რომელსაც აი აქ თქვენ ამას ელოდეთ, ხო ხედავთ, აი აგერ არის ეს. ანუ ყველა ვარიანტი უნდა იყოს, ანუ შედეგი რაღაც ვაიმე გადავირიე, შეხედეთ იგივე. შეხედეთ, აქ ახლა ნახეთ კიდე არის მე-15 არკანი. თქვენ აქ ვიღაცა ელოდება ძალიან დიდ შემოსავალს. და ეს შემოსავალი მოვა აუცილებლად, მაგრამ ეგ არის, რომ თქვენ ახლა შეიძლება ზოგი თქვათ ახლა ვინც ელოდებოდა, მაგრამ პრინციპში ვერ ვეთქვი მაგას, რომ ელოდებოდა თქვენ ახლა ადვილად ყველას უნდა, რა თქმა უნდა, რომ შემოვიდეს თანხები, მაგრამ აქ ადამიანმა იცის, რომ პრინციპში ადვილად ახლა ეგრე არ არის, ხო? აქ ადვილად კი მოდის ფული, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შენ რამეს აკეთებ, მაინც, ანუ ისე რომ შენ იჯდე და უბრალოდ აი ასე ვიღაცა გამოგიგზავნოს, ნუ ეს არის ხო გეუბნებით, მართლა ვინც ზის ახლა სახში არაფერს არ აკეთებ და დედას ელოდება იტალიიდან, ან საფრანგეთიდან, ან რა ვიცი საიდან, ხო? იმათთვის ადვილია, მაგრამ დეგრადაცია მიდის მე ამ ადამიანების და მაგიტომ არის ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ფულის თემა აქ ძალიან რთულად, იმიტომ რომ მიჩვეულები არიან დედებზე და ეს თაობა საერთოდ ძალიან ისეთი გაფუჭებული არის, რომ არ იციან ფულის შოვნა ძალიან ბევრი რა, იმიტომ რომ დედები თავის ეგოს გოგოებო არ გეწყენოთ. ასე თქვათ, ყვებავენ, რომ მე წამოვედი, ყველა თავისი მიზეზის გამო, ყველას აბსოლუტურად ახლა ის მიზეზი აქვს, რომ
ძალიან რთული სიტუაცია იყო და მაგიტომ ასე გავაკეთე, მაგრამ ამით გოგოებო თუ ბავშვები ყავთ თქვენ 18 წლის ზევით და უკვე მაქსიმალურად შეიძლება, მithumet 30 წლის თუ ყავთ, ხო, მაქსიმალურად გოგოებო შეეცადეთ რომ შეზღუდოთ ფულის გაგზავნა. იმ ჯობია თქვენ თვითონ დააგროვეთ რაღაცა, მერე თქვენ გააკეთეთ, თქვათ გინდათ ბინები იყიდეთ თუ მაინც და მერე გააქირავებთ და ასე შემდეგ, ვიდრე აი ასე უაზროდ რო უგზავნით რა, იმიტომ რომ ეს კი თქვენ როგორც დედა ხართ ბედნიერი, იმიტომ რომ მაინც მე ასე შორს ვარ და მე ჩემს შვილებს ვის გულისთვის ვარ და ასე და ასე და ასე, მაგრამ თქვენ პირველ რიგში ერთი რამე დაიმახსოვროთ, რომ თქვენ ბიჭებს, მithumetes გოგოსთვის კიდე შეგიძლიათ. აი ბიჭებს თქვენ უკეთებთ იმას ცუდ საქმეს რა, იმიტომ რომ ენერგიას, ფულის ენერგიას თქვენ უკეთავთ მაგათ. всё, გადაკეტილი არის ახლა ბიჭებისთვის, როცა დედა უგზავნის 18 წლის მერე ფულებს. იმიტომ რომ უკვე, ну ეს არის სამყაროს კანონი, თქვენ გინდა დაიჯეროთ, გინდა არ დაიჯეროთ, მაგრამ დააკვირდეთ, თუ თქვენ დაუშვათ თქვენ შვილის ბიჭებს აძლევთ ფულს, მაგათი საქმე როგორ არის? თვითონ თუ შოულობენ, თვითონ თუ მუშაობენ, თუ მუშაობენ კმაყოფილები თუ არიან, აი დაუშვათ ჩემი შვილი მუშაობს და მე კიდე მაგას ვეხმარები ფინანსებით. იმიტომ რომ რაკნას ოჯახი ყავს და გაიჭედა და უნდა დავეხმარო. გოგოებო დამიჯერეთ ჩემო სიხარული, მეც მაქვს მყავს დიდი ბიჭი და მე ვიცი რასაც გეუბნებით, პლუს კიდე კანონები ვიცი სამყაროსე. როცა შენ დედას გაქვს იმისი მარტო ყველაზე კარგი ხერხი ილოცე თქვენ შვილზე. ფული თუ გაქვს, თუ შვილიშვილები ყავს, შვილიშვილებს დაეხმაროთ, ჯობია. მაგრამ ბიჭმა თვითონ უნდა გამოვიდეს მდგომარეობიდან, იმიტომ რომ როცა მაგი არის გაჭედილი, მაგას იწყებს რა. ფიქრს მუშაობს იქ სხვანაირად, მაგისი ტვინი ასე ადვილად რო თქვა და მე უკვე ქმედება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ეს ახლა ლექცია არ არის თქვენთვის, ახლა თქვენ მე უბრალოდ გეუბნები თქვენ სამყაროს კანონებზე. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, გააგრძელოთ, უბრალოდ ანალიზი გააკეთეთ თქვენ თვითონ. მე რო ჩემს შვილის, რომელიც არის 35 წლის რო ფულს რო ვუგზავნი, ანუ 30-ის ან 25-ის, ხო? მისი ცხოვრება როგორია? იკეთებს, ეწევა იმ რაღაცებს, ხო? სვამს, თუ მაგისი ცხოვრება წინსვლა აქვს, არ დავიჯერებ. არ დავიჯერებ ნამდვილად. რო წინსვლა ექნება იმ მამაკაცებს, ვისაც დედები ეხმარებათ. ეს არის სამყაროს კანონი. всё, მე დავასრულე, მე გისურვებთ რა თქმა უნდა თქვენ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.